ეროვნულ სასახლეში ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 22-ე შეკრება გაიმართა ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ. საქართველოს სხვადასხვა კუთხის საგანმანათლებლო დაწესებულებების 154 მოსწავლე და სტუდენტი ეროვნულ სასახლეში ტრადიციულ ღონისძიებაზე შეიკრიბა. სცენაზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები, საგანგებოდ მომზადებული პერფორმანსების სახით წარადგინეს. ჩემი არშეკრებილი ნიმუშები ჩაწერილია სოფელ ხუცუმაში, ქობულეთში. მე ჩავწერე ფრაზეოლოგიზმები, ტოპონიმები, ლექსები, ხუმრობები და ძალიან გამიმართა რომ მოვხვდი აქ. ეს შეკრებები ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაეცნონ იმ მარგალიტებს, რომელიც არსებობს ჩვენ ზეპირ სიტყვიერებაში, შეაგროვონ ეს თავისი ხელით, თავისი საქმით და შეუნახონ მათ მომავალ თაობებს. ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 22-ე შეკრებაზე ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშები გაცოცხლდა. მაყურებელმა თეატრალური წარმოდგენები, ტრადიციულ საკრავთა და ქორეოგრაფიული ანსამბლების ნომრები იხილა. გამოიფინა ხალხური რეწვის ნამუშევრები. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს დიდი ავტორების შემოქმედებაც, მათ შორის ამ დრომდე უცნობი ნიმუშებიც. დღევანდელი ჩემი თემა იყო იოსებ გრიშაშვილის დაწერილი ლექსი, რომელიც დღემდე გამოუქვეყნებელია. მან ჩემ დიდ ბებოს მიუძღვნა ეს ლექსი, ეს ექსპრომტად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის, ამ შესაძლებლობისთვის მთელს ჯგუფს. დღეს იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, აი ის გამორჩეული, განსაკუთრებული მარგალიტების თავმოყრა. ჩვენი ერი არის უკვდავი, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი ფესვი აქვს. იმიტომ რომ დღესაც იწერება ის კაფიები, დღესაც საოცარი ახალი საგანძური იქმნება. ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციისა და უნიკალური ტექსტების დასაცავად ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებას ეროვნული სასახლე 2 წელიწადში ერთხელ მასპინძლობს.